ათეულობით წელი საქართველოს რადიოში და გზა რედაქტორობიდან ხელმძღვანელობამდე ცნობილი ჟურნალისტი ვახტანგ ნანიტაშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. წლების განმავლობაში საქართველოს რადიოს გენერალური დირექტორი იყო, მანამდე კი რედაქტორის პოზიციას იკავებდა. სწორედ ნანიტაშვილის სახელს უკავშირდება პოპულარული გადაცემის პიკის საათის შექმნა. ჟურნალისტთა თაობების აღმზრდელს არაერთი საინტერესო პროგრამის ავტორსა და ნოვატორული იდეებითა თუ ხედვებით გამორჩეულ ცნობილ ჟურნალისტ კოლეგები იხსენებენ. სწორედ ვახტანგ ნანიტაშვილის დამსახურებად მიიჩნევენ პიკის საათის განსაკუთრებულ პოპულარობას და საბჭოთა ცენზურის პირობებში თავისუფალი სიტყვის გავრცელებას. ლაპარაკობს თბილისი, ეთერშია საქართველოს რადიო. საქართველოში რადიო მაუწყებლობა საუკუნეს ითვლის. წელს მაუწყებლობა 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. რადიოს სამაუწყებლო ბადეში კი 45 წელია უწყვეტად გადაიცემა ყოველდღიური პროგრამა პიკის საათი. პროგრამა პიკის საათი. პიკის საათის დაარსება ცნობილი ჟურნალისტის ვახტანგ ნანიტაშვილის სახელთან არის დაკავშირებული. 1979 წელს საბჭოთა ეპოქისთვის უჩვეულოდ თავისუფალი სტილის გადაცემის შექმნა ადვილი არ იყო. საბჭოთა კავშირი პარადოქსების ქვეყანა იყო და ამ გადაცემის შექმნაც პარადოქსთან ასოცირდებოდა. პიკის შექმნა დაკავშირებული ამერიკის ხმასთან. ხო წარმოგიდგენიათ პარადოქსია, მაგრამ აი ესეთი იყო ზემოთ მოსაზრება, რომ ხალხი ამერიკის ხმას უსმენს და ისეთი გადაცემა, ანუ კონტრგადაცემა უნდა იმიტომ გავიდა საღამოს 6 საათზე, რომ იცოდეთ. იმიტომ რომ ეს არის ბუნებით დილის გადაცემა, მაგრამ 6 საათზე გადიოდა ამერიკის ხმა, ну ამას ქვია გადაფარო, არა რომ იმას არ მოусმინონ და მოусმინონ ამ გადაცემას. ამიტომ თავისუფლება მეტი ჰქონდა, რა თქმა უნდა. პიკის საათი საბჭოთა ეპოქაში ახალგაზრდებისთვის თავისუფლების ერთგვარ სივრცედ იქცა. შემოქმედებით ჯგუფში ვახტანგ ნანიტაშვილმა უმეტესად ახალგაზრდებს მოუყარა თავი. მის დამფუძნებლებსა და ჟურნალისტებს მიაჩნდათ, რომ პიკის საათში ნათქვამი თითოეული თავისუფალი სიტყვა ერთი პატარა აგური გახდათ, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლაში თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა. ახლა ამ გადასახედიდან ფიქრობ, რომ ეს იყო რაღაც შედარებით უფრო პროტესტი, ვიდრე რაღაც, რომ ისე ცხოვრება არ შეიძლება. აი როგორც ცხოვრობდით რა, სულ ტყუილით, სულ რაღაც, დამალვით და ასე შემდეგ. ვიცოდი, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა, მაგრამ როდის ეს არ ვიცოდი. ახლა შეიძლება ძალიან შორს იყო, მაგრამ აი ეს ერთ-ერთი პატარა აგურიც იყო. ძალიან სერიოზული და კარგი გადაცემის დაწყება არის მისი დამსახურება გელა ლეჟავასთან ერთად. დაიწყეს მშვენიერი გადაცემა, მე რა თქმა უნდა მომიწია ძალიან კარგ შემოქმედებით ჯგუფში მუშაობა და მაყოფილი ვარ და მიხარია რომ მათთან ერთად წლების განმავლობაში ერთად ვიყავით, მეგობრებიც ვიყავით, თანამშრომლებიც ვიყავით და ვახტანგს ის მინდა ვთქვა, რომ აი არასდროს არ კმაყოფილდებოდა იმით რაც გააკეთა და იმ თავისსავე შექმნილ ამ შესანიშნავ გადაცემაში კიდევ რაღაც ახლის შემოტანა უნდა. პროგრამა ალიონის დამაარსებელი ჟურნალისტი ოთარ შაორშაძე ვახტანგ ნანიტაშვილის პროფესიულ საქმიანობას რევოლუციურს უწოდებს. ჟურნალისტის და მედია პროდიუსერის გადადგმული თითოეული ნაბიჯი სიმართლესა და თავისუფალ სიტყვას ემსახურებოდა. მან უძრაობის პერიოდში მოახერხა ის, რომ ინფორმაცია გაანთავისუფლა იდეოლოგიისგან. და თავისუფალი სული დაუბრუნა რადიოს. და უბრალო ადამიანები გამოაჩინა რადიოში, ჟურნალისტიკაში. ეხლა თქვენ გაგეცინებათ, რაზე ვლაპარაკობ მე, მაგრამ ეს იმდენად დაშტამპული იყო იმ დროს. რადიოს და საერთოდ ჟურნალისტიკა და ელექტრომედია. მარტო პირველი არხი არსებობდა, რადიო არსებობდა და ასე შემდეგ. მეტი არ იყო არაფერი. მაგრამ ეს იყო რევოლუციური ნაბიჯები. იმიტომ რომ მან შეძლო გათავისუფლება და გაადამიანურება რადიოსი და საერთოდ ელექტრონული მედიის. პიკის საათის გარდა ვახტანგ ნანიტაშვილის სახელი დაკავშირებულია არაერთი პოპულარული და რეიტინგული რადიო და ტელეგადაცემის შექმნასთან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვახტანგ ნანიტაშვილი 2 ათეულ წელზე მეტხანს მუშაობდა საქართველოს ტელერადიო მაუწყებლობაში და გაიარა გზა უმცროსი რედაქტორობიდან რადიოს გენერალურ დირექტორობამდე. ნოდარ დუმბაძის ერთი ფრაზა მინდა შეგახსენოთ. ვახტანგ ნანიტაშვილი იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი, დაჯილდოებული იყო ღირსების მედლით. არის ავტორი წიგნისა საქართველოს რადიოს ხმოვანი მატიანე. მისი კოლეგების, მეგობრებისა და მოსწავლეების თქმით, მისი ერთ-ერთი გამორჩეული თვისება ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და მათი პროფესიული ზრდა იყო.
ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში ვახტანგ ნანიტაშვილისადმი მადლიერებით ძალიან ბევრი ადამიანია გამშვალული, იმიტომ რომ ეს იყო ისეთი პროფესიული უნარებით შემკული ადამიანი, რომელიც მე არ ვიცი ამას რა ქვია, როდესაც თითქოს რაღაცნაირ ერთფეროვან საზოგადოებაში შეუძლია ესე მარგალიტებად ამოიყვანოს ახალგაზრდები, რომლებსაც პერსპექტივაში ხედავს, რომ საქმის ღირსეულად გამწყული, ღირსეულად მატარებელი, გამკეთებელი ადამიანები არიან. ეს იყო ვახტანგ ნანიტაშვილის ერთმნიშვნელოვნად გამორჩეული თვისება. გამოჩენილი ქართველი ჟურნალისტი ვახტანგ ნანიტაშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.